მექსიკაში ცნობილი ინფლუენსერი ქალი 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ამ დროს სოციალურ ქსელში პირდაპირ ვიდეო ჩართვა ჰქონდა. შემთხვევა ქალაქ საპოპანში მოხდა. არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა მას რამდენჯერმე კერძისა და თავის არეში ესროლა. მძიმედ დაჭრილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მესმის მამაკაცის ხმა, რომელიც კითხულობს, ეს ვალერიაა, ის პასუხობს დიახ და ამის შემდეგ ხდება თავდასხმა. ჩანაწერების მიხედვით ეს ყველაფერი სავაჭრო ცენტრში მოხდა. იქ უსაფრთხოების კამერებია დამონტაჟებული. თავდამსხმელს გარეთ კიდევ ერთი პირი ელოდებოდა მოტოციკლით. მათ გარეთ ერთად დატოვეს ტერიტორია. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოები. ვაგროვებთ ყველა მოწმის ჩვენებას. 23 წლის ვალერიას მკვლელობისთვის საქმე ფემიციდის მუხლით აღიძრა. როდესაც ქალი ძალადობის შედეგად იღუპება, საქმეს იძიებენ როგორც ფემიციდის შემთხვევას. დიახ, ახლაც გამოძიება სწორედ ფემიციდის მუხლით მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო განგვემართა, რომ პროკურატურას არ უხსენებია არც ერთი სავარაუდო დამნაშავის სახელი, არც მსხვერპლსა და თავდასხმელს შორის კავშირის შესახებ გვითქვამს რამე. ვალერია მარკესის ტრაგიკული დაღუპვა პირველი გამონაკლისი არ არის. სტატისტიკის მიხედვით მექსიკაში მაღალი მაჩვენებელია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისა და მკვლელობების მხრივ. ოფიციალური მონაცემების თანახმად მექსიკაში ყოველდღიურად საშუალოდ 10-11 ქალს კლავენ. ხშირ შემთხვევაში დამნაშავე პარტნიორი, ყოფილი მეუღლე ან უბრალოდ ნაცნობია. 2023 წელს მექსიკაში 3000-ზე მეტი ქალის მკვლელობა დადასტურდა. თუმცა მხოლოდ ნაწილი დაახლოებით 900 განიხილეს როგორც ფემიციდის შემთხვევა. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გენდერული ნიშნით ქალების მკვლელობა უფრო ხშირია, ვიდრე ამას სტატისტიკა მოწმობს.